მირონი, განსაკუთრებული სურნელოვანი ზეთი, რომელიც გამოიყენება მართლმადიდებლურ ეკლესიაში საიდუმლოებების, განსაკუთრებით მირონცხებების დროს. მისი ისტორია კი გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე წარმოგვიდგენია. მირონი ახლა საქართველოში მზადდება, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი უძლიერესი, ანტიოქიის საპატრიარქოსგან რომ ავტოკეფალია მოეპოვებინა და მირონის კურთხევის უფლება მიეღო, ქართლის სახელმწიფოსა და ეკლესიის მესვეურებს დიდი გარჯა დასჭირდათ. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იაკობ ბუშიკიშვილი გვიყვება, რომ ტერმინი მირონი არამეულიდან მოდის, რომელ ენაზეც მაცხოვარი საუბრობდა. საერთოდ მირონი არამეულიდან მოდის. არამეული არის ებრაული ენის შემდგომი ენა, მაცხოვარი არამეულზე ლაპარაკობდა, ანუ წმინდა წყლის ებრაულიდან კარგული იყო და ამ გადასახლებებითაც ებრაელებს ჭირდათ. მათ ენა შეერია სხვადასხვა ენა და მივიღეთ არამეული ენა. არამეული ენაში პირველად ჩდება მურ და მერე ესე იგი ბერძნულად არის მიჰრონი. მიჰრონი ესეთი საყდა საქართველოს შემოვიდა მირონი, აი ეს ტერმინები რო თქვა. და მირონს საქართველოში ასე არ უწოდებდნენ ნელსაცხებელს. პირველად ჩვენ გვხვდება მე-9 საუკუნეში საქართველოს წინამძღოლში მირონი, როცა ლიმონარს თარგმნიან, ასეთი ძეგლი არის საეკლესიო და რომელიც მე-6 საუკუნეში იწერება და მე-9-ში ითარგმნება ქართულად. იქამდე ქართველები სულ ხმარობდნენ ნელსაცხებას. ძველი აღთქმის მიხედვით მირონი გამოიყენებოდა მოსეს მიერ კარვის, აღთქმის კიდობნის და მღვდელმთავრების საცხებლად, რაც მათ ღვთისმსახურებისათვის გამოყოფას ნიშნავდა. პირველად გვხვდება ბიბლიაში. ბიბლიაში იცით მოსე წინასწარმეტყველმა დაწერა პირველი 5 წიგნი და მეორე წიგნი გამოსვლათა წიგნში წერია მირონის შესახებ და საიდან მოდის ერთოდ იცით რომ ეკლესია როგორც ასეთი ძველ აღთქმაში წესდება, სამღვდელოება ძველ აღთქმაში წესდება, როდესაც ეგვიპტის მონობიდან გამოდიან ებრაელები, სადაც ასე იგი მრავალი წელი იყვნენ, მოდიან ისინი და სინას დასთან მათ ეძლევათ 10 მცნება და მათ შორის ეძლევათ კურთხევა, რომ სამღვდელო ტომად გამოირჩეს იაკობის 12 შვილიდან ერთ-ერთი ეს იყო ლევის ტომი და ასევე მათ ააშენონ მოძრავი ეკლესია, კარავი, რომელიც მათთან ერთად 40 წელი მოგზაურობს და აი ეს კარავი საფუძვლად დაედო სოლომონისეულ ტაძარს, რომელიც ებრაელების პირველი ტაძარი იყო და ახალი აღთქმის ეკლესიასაც საფუძვლად დაედო ეს კარავი. აი აქ 21 თავში ესე იგი უფალი ეუბნება თუ როგორ ააშენოს ეს კი წრთებისა და გოჯების მიხედვით ეუბნება უფალი ღმერთი მოსეს და ასევე ეუბნება რა ლითონები გამოიყენონ ამ ტაძრის ასაშენებლად. და შემდგომ ესეთ რამეს ეუბნება რომ ესე იგი 5 ზეთს უსახელებს. ეს არის პირველი არის ლერწმის ზეთი გამოიყენო, მეორე ეუბნება კასიას ეუბნება, ასევე ეუბნება რომ გამოიყენოს ზეითუნის ზეთი, დარიჩინის ზეთს ეუბნება და ასე იგი კიდევ ეუბნება მურს. მურის ზეთი სახეობა იყო ხშირად მური ადრევანდელ თემაში ერევა თქვენ მური ერთ-ერთი ზეთი სახეობა. აი მოგვებმაც ესე მიუტანეს ოქრო, გუნდრუკი და მური. მური არის სურნელოვანი ზეთი. აი ამ 5 ზეთს ეუბნება და როგორცო მენელსაცხებლები შეაზავებენო, ისე შეაზავე აკურთხეო და ამით ესე იგი აი ამ ზეთით რა შვებოდნენ საეკლესიო ძველი აღთქმის საეკლესიო ჭურჭელს აკურთხებდნენ, ცხებდნენ ხომ და ეს იყო წმინდა. ასევე კარავს აკურთხებდნენ, ესე კიდობანი რომელიც ყველაზე დიდი სიწმინდა იყო, გული იყო ძველი აღთქმის ეს აკურთხეს. ასევე პირველი მღვდელმთავრები აკურთხეს, მღვდელმთავარი არონი და მისი შვილები აკურთხეს აი ამ ძველი აღთქმისეული მირონით და შემდგომ უკვე მათ იცით რომ ეს თეოკრატიული მმართველობა ჰქონდათ, ღმერთი ეცხადებოდა წინასწარმეტყველებს, საჯულებს და ასე მართავდა ამ ხალხს და მერე წარმართების მიხედვით წარმართებს მიბაძეს, მოითხოვეს მეფე და პირველი მეფე იყო საული და ის იყო პირველი რომელსაც ეცხო მირონი როგორც მეფეს და მერე ეს კარგავს მადლს და გადადის დავითზე და რომელმაც ისრაელის სახელმწიფო შექმნა, ეს არის დავით მეფე ფსალმონთქმელი, რომელსაც უკვე აკურთხებენ უკვე მეორე მეფე და როგორ ხდებოდა მეფის კურთხევა? რქას ავსებდნენ მირონით და თავზე დაასხავდნენ ხოლმე მეფეს და საულის შემთხვევაში წერია რომ ჭურჭლით
დაასხაზეთიო და დავით შემთხვევაში წერია რომ რქით დაასხაზეთი და მას შემდეგ მეფეებს უკვე რქით აკურთხებდა რატომ მაინც და მაინც რქით და რატო იმას ჯორჯი ესე იგი საულს რომელსაც სამუელი აკურთხებს მეფეს პირველს თიხის ჭურჭლით ასხავს ზეს და იმიტომ რომ ის წინასწარმეტყველებს ამიტომ მისი მეფობა დაიმსხვრევა მოკლე იქნება და მართლაც საულმა დაკარგა მადლი იმიტომ რომ უფლისნებები არ შეასრულა. შემდგომ უკვე წინასწარმეტყველებსაც მირონით აკურთხებდნენ ძველ აღთქმაში. ეს იყო ცნობილია, რომ ილიას ეუბნება უფალი ღმერთი, რომ ელის ძეს ცხე მირონი და ის აკურთხებდა წინას. ახალი აღთქმაში სამი სახით ვლინდება მირონი. ანუ მირონით როგორც თქვი, მადლს იღებს ადამიანის სულიწმინდის მას და პირველი სახე როდის იყო, როცა მაცხოვარი ამაღლდა მე-40 დღეს აღდგომიდან ეუბნება, რომ არ განშორდეს იერუსალიმს ისინი, რადგან მათ პირდება ნუგეშელის ცემას, ანუ სულიწმინდის მადლს პირდება და როცა ისინი შეკრებული არიან კართახშულთაო შიშასათვის ებრაელთასაო. აი ამ დროს მათ თავზე გადმოდის მადლი და ცეცხლის ენისახე ადგებათ მათ თავზე. ცეცხლის ენებს ნახულობენ და საოცარი უნარები ეძლევათ მათ, ანუ სხვადასხვა ენებზე მეტყველებენ ეს მუსიკულები და იქამდე თუ ეშინოდათ წარმართებშიც კი მიდიან და ძლიერება ემატებათ მათ და ძალა საღვთო ძალა ემატებათ. ეს იყო პირველი მოცემ სახე მირონის. მირონცხება ქრისტიანული სარწმუნოების 1-7 საიდუმლოთაგანი ნათლობის შემდეგ სრულდება. მირონის ცხებისას ადამიანზე გადმოდის სულიწმინდა და ხდება მისი გაეკლესიურება, ანუ შემოდის ეკლესიის წიაღში. მირონი თვითონ სამი სახისაა. ერთი რომელსაც ეკლესია ამზადებს და ნათლისღების დროს გამოვიყენებთ ამას, რისი მეშვეობითაც ადამიანის სულიწმინდას და სულიწმინდის ნიჭებს ეზიარება. მეორე მირონი არის, როდესაც ხატებიდან მოდის მირონი, ხატებიდან მოდის სისხლი სხვადასხვა დროს, ამგვარად ივერიის ღვთისმშობლის ხატს, როცა მახვილი უგმირებს, ასევე ცრემლის დენაა დაფიქსირებული ხატებიდან და არის მირონის დენა კეთილსურნელოვანი ზეთი, რომელსაც სასწაულები ხდება და კურნებები აღესრულება ხოლმე. და ასევე მესამე არის თვითონ როცა მირონს ამზადებენ, აი მაგალითად მაცხოვარი როცა საფლავშია დადებული, მენერცაცხები დედები მიდე რომ მირონი ცხონ. ეხლა რისთვის იყო ეს მირონი? იცით თქვენ რომ ეს ქვეყნები ცხელი ქვეყნებია და მიცვალებული მალე იხრწნებოდა, მაშინ ხო არ იყო დღევანდელი ტექნოლოგია და ძალიან სკლად ნაჭრებს ესე იგი დაასველებდნენ ხოლმე სურნელოვან ზეთში, რომ მირონი ერქვა. და შემოახევდნენ ხოლმე და ეს იცავდა განხრწნისაგან და ასეთად ეს მირონის კულტურა ეხლაც არის, რომ ჩავდივართ ისრაელში საბერძნეთში, ჩუქნე ეს მირონია, მაგრამ ეს ის მირონი არ არის, რომელსაც ეკლესიაში ამზადებენ. როცა მონათლავდნენ ადამიანს და ეს უფალმა დაუტოვა, რომ წასულიყვნენ, მოემოწაფებინათ ყველა წარმართი და ნათელი ეცა წმინდა სამების სახელით მამის ძისა სულიწმინდის და მადლი რომ მიეღოთ სულიწმინდისა, მოციქულები და მერე მათი მოწაფეები და შემდეგ მათი დადგენილი მღვდელმთავრები ხელს დაასხავდნენ, ხომ ილოცებდნენ და გადმოდიოდა მადლი სულიწმინდის მეორე სახე, როგორ იღებენ მას და რო გამრავლდა სამცხსო და ესე იგი მრევლი, მაშინ ასეთი რამე თქვეს, რომ აკურთხონ წმინდა ზეთი. და ის უკვე არის ახალი აღთქმისეული მირონი, რის საშუალებითაც მერე მღვდელმთავრები გადასცემენ მღვდლებს, ადამიანებს ნათლისღების შემდეგ მიეცემათ სულიწმინდის მადლი და ნიჭი. ამ დროს, როცა ადამიანს მირონს აწყებენ, ის იკურთხება ტაძრად. ასე წერია ბასილე დიდი ამბობს, რომ როგორც მწყემსი ცხვარს დანიშნავს და მერე ამით პაულოს თავის ნიშანს პაულოს, როცა მოვა ქრისტე, ამით იცნობს თავის შვილებს და ბეჭდილები იქნებიან მირონის ბეჭდით ესენი. თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ქართულმა ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება მიიღო მე-9 საუკუნეში. მართლაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია, რომ მირონის კურთხევის ნება იერუსალიმის პატრიარქს გამოსთხოვა ეფრემმა. ძველ ქართულ მწერლობაში კი სხვაგვარი აზრი იყო დამკვიდრებული. კერძოდ, მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო ქალკედონის კრების 451 წლის შემდეგ. ქალკედონის კრებაზე
რომელიც 451 წელს არის, ასეთი რამ გამოდის ბრძანება, რომ ყველა ეკლესია მოხარშოს მირონი თვითონ. და უკვე იწყება მირონის მოხარშვა და ჩვენ რახან უკვე მე-5 საუკუნიდან დამოუკიდებელი ეკლესია თვითვლებოდი, თუმცა არ ვიყავით ავტოკეფალური. აი ამ კრებიასთან დაკავებით დროს, თორე ჩვენ მე-5-ში ვიყავით, ოღონდ 468 ანუ 70-იან წლებში და არიან მოდავები, რომ ავტოკეფალური არ ვიყავითო და რანაირად, მაგრამ ცნობილია აი სომხურ ხელნაწერებში და იცით სომხების მართლმადიდებლები იყვნენ და არის ესეთი რამე, რომ ალბანეთის ეკლესიას და სომხეთის ეკლესიას, სადაც კათოლიკოსები იჯდნენ, აქვთ მირონის ხარშვის უფლება და ვინ არის ესე იგი ალბანეთი ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო ქრისტიანული თემი, ქრისტიანული სახელმწიფო იყო, რომელსაც თავის კათოლიკოსი ყავდა და მერე მოხდა ასიმილაცია და გაქრება, თორე ის ძველი ეკლესია იყო იქ. ეხლა წერენ ცოტა რამდენი ტომი შემორჩენილი. და ესეთი რამეს ამბობენ, რომ ასე იგი ქართველთა კათოლიკოსიო სომეხთა კათოლიკოსის ტოლად აცხადებდა თავსო და ალბანეთის კათოლიკოსს უფრო დაბლად მიიჩნევდნენ და ესე იგი თუ მათ ჰქონდათ მირონის მოხარშვის უფლება, ესე იგი ჩვენც ჰქონდა. აი შემდგომ უკვე კონსტანტინოპოლის კრება როცა ხდება 680 წელს, ეს უკვე მე-6 მსოფლიო კრება, იქ ესე იგი ცნობილი ასეთი დრამა ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ იქ ასეთი რამ მოხდა, რომ ქართველთა კათოლიკოსიო სწორად ცნესო სხვა პატრიარქებისო და ასეთი რამე თქვენსო, რომ ქართლისა კათოლიკოსო როცა ენებოს მაშინ მოხარშოს მირონი. ანუ ძალიან ძველი ტრადიცია გვაქვს. ეს ავტოკეფალია იცით ჩვენ რომ პრობლემურად გაგვიხდა, როცა რუსეთის ეკლესიამ მიიერთა და როდესაც ახლა 106 წლის მერე აღვადგინეთ ეს ავტოკეფალია, ჩვენ დავიწყეთ პირველი მირონის ხარშვა, ისევ და პირველი მირონი აღდგენილ ავტოკეფალიაში მოხარშა წმინდა კირიონ კათოლიკოსმა მეორემ და საერთოდ მირონი ხარშებოდა ჩვენში ყოველთვის სვეტიცხოველში. მირონის კურთხევა მოხარშვის უფლებამოსილება ერთ-ერთი ნიშანია ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიისა. ვინაიდან მირონის მოხარშვისა და კურთხევის უფლება აქვს მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიას. როგორც წესი, მირონის კურთხევას აღასრულებენ წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, ეკლესიის მეთაურთან ერთად დიდ ხუთშაბათს. ვნების შვიდეულში. ახლად მოხარშული და ნაკურთხი მირონი ყველა ეკლესია მონასტერში იგზავნება, რათა მღვდელმსახურთ წმინდა მირონცხების საიდუმლოს აღსრულება შეეძლოთ. მირონცხების საიდუმლოს გარდა მირონი სხვა შემთხვევაშიც გამოიყენება. მაგალითად, ტაძრის კურთხევის დროს წმინდა მირონით ინიშნება წმინდა ტრაპეზი, რომელზეც უნდა შესრულდეს ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის საიდუმლო. აგრეთვე ტაძრის კედლებით წმინდა მირონით ინიშნება, ისევე როგორც ნათლისღება. მირონცხების საიდუმლოც არ მეორდება. იგი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ აღესრულება ადამიანზე. დიდ მარხვიდან მესამე კვირას ეკლესიაში ანუ ჯვართ თაყვანისმცემლის კვირა, ესე იგი შეამზადებენ ხოლმე მირონს 12 ჭურჭელში. უნდა იყოს მომზადებული ეს 12 მოციქულის სახელზე ესა ამ მრავალ სახიზეთ ჩაასხავენ და მათ შორის უმატებენ 3 განსხვავებულ კომპონენტს. ეს არის თეთრი ღვინო, ეს არის მარმარილოს ქვის ფხვნილი და ეს არის საკმეველი. რატო მაინც ესე რატო ემატება, რომ ზეთი ხო ბლანკი და სქელი პრაქტიკული მხარეც აქვს სული მხარე და ზეთი რო არ დაიწვას ეს ღვინო სითხელეს მატებს და იცავს დაწვისაგან. ასევე პრაქტიკული მხარე ის აქვს, რომ სურნელები რომ ერთმანეთს შეერიონ და ესე მეტი სურნელობა გამოშე თურმე ღვინო პროვოცირებას აკეთებს ამის, ანუ ღვინო ეხმარება ურთიერთშერევაში და სურნელოვანი იყოს უფრო მეტად. რატომ მარმარილოს ფხვნილი ეს ფხვნილი და ნუ ქვიშა მძიმე და დაბლა მიდის და 3 დღე იხარშება ეს და რო არ დაიწვას მკეს უკეთებს ეს ქვიშა და ასევე რა თქვა, ანუ კლდე რწმენის სიმბოლო, პეტრეს სიმონი ერქვა და კლდე უწოდეს არა, ანუ ესე იგი რწმენის სიმტკიცეს ანიჭებს მირონი ადამიანს და ესეთი ნიჭია რწმენა, ანუ ქვა რწმენის სიმბოლოა და საკმეველი რატო აი წარიმართე ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე უფალო არის ესეთი ლოცვა და საკმეველის მირონის ცხების მერე საკმეველივით სურნელოვანი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება უფლისათვის. აი ამიტომ არის საკმეველი და ასევე აი ამ ზეთების შენახვას უწყობს ფისი ხელს.
ჯვართამაღლება დღეს დადგავენ ამას ეკლესიაში და დაელოდება ვნების კვირა რომ დაიწყება. ვნების კვირა ის კვირა სადაც ხარი ჯვარზე გააკრეს ან აღდგომას ველოდები და რომ მოვა ეს დრო ვნების ორშაბათი, ესე იგი დადგავენ, ესე იგი დიდ ჭურჭელებს, ვერცხლის ჭურჭელებს იდეალურ შემთხვევაში, ანუ დიდ ქვაბებს ასე რომ ვთქვათ და აი ამ 12 ბოციდან მოათავსებენ მასში აი ამ შემზადებულ ჯვართთაყვანის სამეზურ შემზადებულ მირონს და დაიწყება ხარშვა ამის და პირველად პატრიარქი ანთებს ცეცხლს, პირველ ცეცხლი მანუნა ანთოს და 3 დღის განმავლობაში დიდ ოთხშაბათს, დიდ სამშაბათს, დიდ ორშაბათს, დიდ სამშაბათს, დიდ ოთხშაბათს იხარშება ესეთი და ამ დიაკვნები ურევენ ამას განუწყვეტლი რო არ მიიწვას და ასე მოდელები, მდელმთავრები კითხულობენ სახარებას, 3 დღე იკითხება სახარება. აი 3 დღე რო გავა და დადგება დიდი ხუთშაბათი, უკვე გაცილებული. გადაიტანენ ამას და მოათავსებენ ტრაპეზის ირგვლივ, უკვე საკურთხეველში გადაიტანენ, ჩაასხავენ ამ ბოცებში და საკურთხეველში მოთავსებენ და როდესაც დამთავრდება წირვა, დელმთავარი წაიკითხავს წირვის ბოლოს სპეციალურ როცებს, როდესაც აი ამ სურნელოვან ზეთების ნაერთს და ამ სურნელოვან ზეთზე გადმოდის სული წმინდის მადლი და ეკურთხება და განსაკუთრებული საკრალურობა ენიჭება ამას და მისი ცხება მხოლოდ ერთადერთხელ ხდება ადამიანზე და ძველ აღთქმაში მხოლოდ მეფეს და მღვდელმთავარს ცხებდნენ და წინასწარ, სხვას არ. ახალ აღთქმაში ეს უკვე ყველა ადამიანზე ხდება ოღონდ ერთხელ. ესე იგი, ვაცხებთ შუბლზე, ვაცხებთ გრძნობის ორგანოებზე, ეს არის თვალები, ყურები, ეს არის ბაგეები, გულზე ვაცხებთ და ხელებზე და ფეხზე ვაცხებთ. რატო გრძნობის ორგანოები, რატო იკურთხება? იმიტომ რომ პირველი წინაპრები ჩვენი ადამ და ევა გრძნობის ორგანოებით შევიდნენ ურთიერთობაში ცოდვასთან. ეხლა რა არის? გველს მოусმინა 64-ში პირველი ცოდვა, რომელიც ეშმაკი იყო. მერე გველმა შესთავაზა ხილი, ხო, რომელიც არ უნდა ეჭაფა ნაყოფი ხისა და ესე იგი იხილა საკუთარი თვალით, შეეხო, შეხებაც გრძნობის ორგანოა, იყნოსა, გემოგასინჯა. ანუ მთელი გრძნობის ორგანოებია ჩაწერდა. საერთოდ ცოდვაში ადამიანი შედის გრძნობის ორგანოებში, ზოგჯერ 5-ვეთი, ზოგჯერ 2-3, საერთოდ გრძნობის ორგანოებია ის, რითიც ადამიანის ცოდავს და ესენი არის დაცული და ნაკურთხი და ასევე მისი გონება და გულზე რატო ცხები, რომ გულია გრძნობათა მთავარი ცენტრი არა, რომ იყოს ის დაცული მადლის მიერ და მისი ხელები, მისი საქმეები იყოს ნაკურთხი და მისი ფეხები რომ უფლის გზაზე იაროს ყოველთვის. ჩვენს რეალობაში არაერთი სასწაული მომხდარა. არაერთი მირო მდინარე ხატი გვინახავს. მამა იაკობი იხსენებს მონრეალის ივერიის ღვთისმშობლის მირო მდინარე ხატის ამბავს, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი უდიდებულესი მოწმობა მე-20 საუკუნის ადამიანებისადმი, ღვთის დედის გამოუთქმელი წყალობისა. საკვირველთ მოქმედი ხატის ისტორია დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილელის იოსებ ხოსე მუნიოს კორტესის ცხოვრებისეულ ხვედრთან. ცნობილია ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მონრეალისა ეწოდა. ეს არის კანადაში, ეს ხატი იყო კანადაში, რომელიც ეს კი ტურისტებმა, რომელიც ათონზე იყოს, იყვნენ შეიძინეს ერთ-ერთი ასლი ივერიის ღვთისმშობლის ხატისა და ამას მთელი წლის მანძილზე მოდიოდა მირონი და მხოლოდ ვნების კვირაში წყვეტდა მირონდენას, ანუ იმ დროს როცა მაცხოვრი ჯვარს აცვეს. მე ისევ აგზელებდა და აი საოცარი რა იყო, თქვა, ხატი არის პირობითად რო თქვა, უხეშად 1 კილო. მირონი გადმოვიდა 3 კილო. ბუნებაში არ არსებობს ესეთი რამე, ხო? აი საკვირველობა სასწაული წეს არის, ანუ მირონი გადმოდიოდა უსასწრულად. მერე ეს ცნობილი რომ ეს ხატი დაიკარგეს, ვისაც დაქონდა ეს ხოსე ერქვა ამ კაცს, ამბობენ ფარული ბერი იყო, მოკლეს ის და ეს ხატი დაიკარგა. და შემდგომ კიდე მოხდა რომ ერთ-ერთი ხატის ასლიდან ერთ-ერთ ოჯახში გადმოვიდა ისეთ უამრავი მირონი და სხვადასხვა ეს ხატი აქაც იყო ჩაუმბრძანებული და ჩვენ თვალწინ მოდიოდა მირონი. აი ძალიან ხანდახან სასწაული ძალიან ძნელი მისაღებია ხო, მაგრამ
უყურებ და შენ თვალწინ ხდება როგორ ბამბები სველდება და იღებენ და ახალ ბამბებს ალაგებენ და ისევ იჟღინდება და ისევ ბამბებს ალაგებენ და თან ეს არის რაღაცა სქელი ხე და ან რაღაცა მასიური ხატი. ეს არის ერთი გავალდის თხელი ხატი. დეკანოზი იაკობ ბუშიკიშვილი განმარტავს, რომ მირონის შემადგენლობასთან დაკავშირებით მეცნიერული დასკვნა არ არსებობს. მეტიც მისი შემადგენლობის ამოცნობა ბოლომდე მაინც ვერ შეძლეს. თვალნათლებს ასწაულია ისიც, რომ მირო მდინარე ხატებს არაერთი სნეული განუკურნებია. სიწმინდებიდან გადმოსული ზეთით და ანუ მირონით ეს უამრავი კურნება აღსრულა, მაგალითად იცით თქვენ, რომ ირახან ძველი ეკლესია იყო მართლმადიდებლური კიდევ მეორე მე-11 საუკუნემდე. ბევრმა სიწმინდე მოიყარა იქ თავი და ერთ-ერთი არის, რომ წმინდა ნიკოლოზის ძვლები ნაწილები არის იქ და მათ წაიღეს ეხლანდელ თურქეთის ტერიტორიიდან და უფალმა დაუშვეს, რადგან ეხლა იქ მუსულმანი სამყაროა. რომ გახსნეს მირონით იყო სავსე და დღესაც კი აი ამბობენ, რომ ესე იგი 5 ჯერ ივსება ის კოლბა, რომელიც არის იქ ტრაპეზის ქვეშ და ჩაჟონავს ზეთი და 5 ჯერ იღებენ. ასევე არის იტალიაში ანდრია მოციქულის თავის ქალის ნაწილი და იქ 7 ჯერ იღებენ ამალფი, ასეთი ზღვისპირა პატარა ქალაქია, ძალიან ლამაზი და საინტერესო და იქ რო ვიყავით, ითქვით, რომ 7 ჯერ იღებენ მირონს და ასევე არის ორტონა ასეთი ქალაქი მათე მოციქულის თავის ქალა და იქაც გვითხრეს რომ პატარ გამჭირვალი კოლბაში ქონდათ გამჭირვალია თვითონ ეს ზეთი მირონი და საოცარი სურნელობა ქონდა რომ ამასაც ესე იგი 5 ჯერ ვიღებ თუ აქედან ამ ძვლებიდან მოდის და ივსება ეს და უამრავი შემთხვევა რომ ესე იგი ეს კურნებას აღასრულებს ეს მირონი უამრავი შემთხვევა ფიქსირდება ამით. პირველი რაც უნდა გააკეთოს ადამიანი ვინც დამიჯერებს და ენდობა ეკლესიას პირველად სანამ კურნებას და დაიწყებს და ექიმთან წამალს მიიღებს ჯერ საფრთხო წამალი უნდა მიიღოს მაგრამ თუ ადამიანს ცოდვები მიიტევება მაშინ დაიწყება კურნება სულისაც და ხორცისაც და მე ექიმი და ეს რაზეა საუბარი ახლა მედიცინა ძალიან მნიშვნელოვანია. მირონი როგორც მღვდელ მოქმედება და საღვთო წყალობის სახე. ღმერთმა მოგცა მათ განსაწმენდად და საკურთხებლად, ვისაც ცოდვათაგან გათავისუფლება სურს. ამიტომაც წმინდა ზეთი ცოდვათა მიტევებასაც გვანიჭებს, სნეულებებსაც კურნავს და კურთხევაშიც მონაწილეობს. ეს ყოველივე მოგვანიჭა იესო ქრისტემ და მისივე ნებით მისმა საღვთო მოწაფეებმა გადმოგცეს. ზუსტად ასევე ის სულიწმინდის მადლით განწმენს ჩვენს სულებს, ხოლო გრძნობისმიერი წყლით, ზეთით, პურითა და ბარძიმით და ყოველივეთი, რაც კი სულიწმინდით იკურთხება, განწმენს ჩვენს სხეულებს და სრულყოფილ ცხონებას გვანიჭებს.